აი ხა მოდი რაც გიწერია მას მივყვეთ და რაც ამერიკამ გამოაცხადა თავის ნომერ პირველ ამოცანად, ეს არის ჩინეთი. და ფაქტურად ჩინეთის გარშემო ხდება ეს ყველაფერი, ვითომ არ ეხებიან ჩინეთს, მაგრამ როგორც რუსეთის გარშემო რკალი იყრება, ასევე ჩინეთს ცილდება მოკავშირეები, ხო ბუნებრივი და ჩინეთს რა ხდება, მართლა არის რაღაცა მე სულწინათ რომ ვთქვი რომ ჩინეთის ეკონომიკას სულად აქვს საქმე და იქ აუცილებლად იქნება პარტიული პრობლემები. გახსოვს ალბათ ხო თქვი ეს ვილაპარაკე ამაზე? უნდა იმათ იყო ესე იგი შენიშნები რომ შენ რა იცი და ჩინეთი მაგარია და ნახე როგორი ეკონომიკა აქვს და ნახე რამდენი თორიუმი აღმოჩენეს თვარეზე აკეთებენ იმას ატომური საცილო რაღაცები მაგრამ ისედან მოგეთ ხო როგორ არა ეკორიაჟდება შეგეშლება ჩილოეთ გორიაჟდება ჩინეთი ჯერა და შეიძლება მაგალითად მივიდე რა ხო და რა ხდება ახლა ერთი მხრივ არის ის რომ ესე იგი ეკონომიკური პრობლემები რო არის ეს ჩანს რა ყველა მხრიდან მაგრამ რა ხდება იქ პარტიული ის დაიწყო პარტიული ღელვები უკვე სერიოზულად დაიწყო და როგორც ჩანს უახლოეს მომავალში ის გადააყენებენ და შემდეგი ადამიანი ვინც იქნება მისი მონაცვლე იქ არის ლიბერალი ნუ ჩინეთის მასშტაბით ჩინეთის გარბაჩოვი მოგეცით ჩინეთის გარბაჩოვი ვითარებ ვიღაცა იმიტომ რომ ესე იგი სის აი ამ ბერწლიანმა მმართველობამ და ფაქტობრივად რა ხდებოდა რომ კომუნისტური პარტიას ისენდო უთხოვ რომ კი ბატონო შენ თუ ამბობ რომ ეს გამო გააკეთე აუგუსტო რომ სიმ ვერაფერს ვერ გააკეთა აიღო ვალები ქვეყანა არის იმაში რა ქვია დეფოლტში ფაქტობრივად დეფოლტში იმიტომ რომ ჩინეთი განსხვავდება ხა ჩინეთის დეფოლტი სხვა ქვეყნების დეფოლტისგან იმიტომ რომ ჩინეთს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გამოსხოს რომ მე არ ვიხდი ვალებს და მოგჭა გადაგხადა რა ნიჩური კი გავაკეთე რაღაც ეგეთი რაღაცა თქვას რა არა რეალურად ეს როგორ რაღაცა იცი რეალურად ეს არის არა მარტო ჩინეთი როგორც სახელმწიფო რეალურად ეს არის ჩინეთის უამრავი ფირმა რომელსაც აიღო ვალები ევროპული ბანკებისგან ამერიკული ბანკებისგან მე რაღაცები აშენა მე ფული ვერ მიცა აშენე და აშენე რა ასე რომ ეს ხო და აი თუ ნუ ერთ-ერთი თავი ამბავი არის ის რომ ესე იგი რეალური წინააღმდეგობები ანუ რეალური სიმბოლური წინააღმდეგობები ჩინეთში უნდა გაჩნდა იქ მაგალითად სოფელში კი არა თუ როგორც დასახლებაში სადაც სის მამა ცხოვრობდა იქ რაღაცა ცენტრი ააშენეს და სის მამის სახელი არ დაარქვეს რაღაცა იქ რაღაცა მოხდა რომ ესე იგი სის სადღაც მივიდა ოფიციალური დაცვის გარეშე ну ბევრი რაღაცა ну იქ უფრო მოწყენილი იყო იქ უფრო მხიარული იყო მაგრამ ну ეხა ფაქტია რომ ეს ყველა ნიშანი მიუწევს იმას რომ მალე სის შეცვლა მოხდება და ნახოთ ეს რა იქნება რა თუ ეს მოხდა და თუ ის მართლა გარბაჩოვისებრი ლიბერალია ვინც ხუთის მის მოგივრად ეს იქნება ძალიან დიდი გამარჯვება იმისი აი